ვექტორული ინფექციები, რომლებიც მწერის ნაკბენით გადადის და ალბათ თქვენც გაგონი გექნებათ, რომ აი ტკიპის ნაკბენის შემდეგ შესაძლოა გარკვეული, ასე თქვად, მძიმე ინფექცია ადამიანს დაემართოს. და რამდენად აქტუალურია ხო ეს საკითხიც არის და ესეც გაზაფხულთან, გვიან გაზაფხულთან და ზაფხულთან არის დაკავშირებული და ვიტყვი რომ არის სხვადასხვა თქვათ ვირუსული ინფექციები, მაგალითად ყირიმკონგოს ჰემორაგიული ცხელება, ერთი შეიძლება იყოს ტკიპისმიერი ენცეფალიტი და სხვა ვირუსული ინფექციები, რომლებიც მწერის ნაკბენით გადადის. ამ დაავადებების აქტუალურობა შემოდის, როგორც თქვი, გვიან გაზაფხულზე, ანუ ცხელ სეზონზე, სადაც მაისის პერიოდში, ამიტომ ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, იმიტომ რომ ტრანსმისიული და ასე თქვა ვექტორული დაავადებებისგან თავდაცვაც არის გარკვეულ ასე თქვა არასპეციფიურ და სპეციფიურ ღონისძიებებთან დაკავშირებული.